სამშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. სახალხო პლებისციტი საქართველოს მასშტაბით და კიდევ ერთი გაერთიანება ოპოზიციურ ფლანგზე ირაკლი ალასანიას ალიანსი აპირებს ორი კვირის ვადაში მოსახლეობისგან მიიღოს პასუხი სურთ თუ არა ქვეყნის მოქალაქეებს უმოკლეს პერიოდში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. პარალელურად ქვეყანაში სისტემური ცვლილებების მიზნით მუშაობას კოკო გამსახურდიას, აკაკი ასათიანის, გუგული მაღრაძის, გიორგი მაისაშვილის პოლიტიკური ძალების ახალი ალიანსი თავისუფლებისთვის იწყებს. და კიდევ ერთი თემა ხელისუფლების ინიციატივა აღდგეს პირდაპირ დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან. ოფიციალურ თბილისის შეთავაზება სეპარატისტულ რეჟიმებს. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. შტაბები რეგიონებში, პოლიტიკური პარტნიორები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ხელისუფლების შეცვლის გეგმა. ალასანიას ალიანსმა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეალურად დავიწყოთ ხალხის ნების გამოვლინება ამ საერთო სახალხო გამოკითხვით პლებისციტით. ეს ნება უნდა იყოს გამოვლენილი და დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ. ჩვენის კითხვათან არანაირი ურთიერთობა არ გაგვაჩნია, არც გაგვაჩნდა და სულიც არ გაგვაჩნდა. კიდევ ერთი ახალი ალიანსი, ტრადიციონალისტები, თავისუფლება, ქალთა პარტია და მომავლის პარტია. რა სპეციალური გეგმის გარშემო იქნება მორიგი ოპოზიციური გაერთიანება. ჩვენი ერთადერთი სტანდარტი ეს არის წესიერება, ეს არის ღირსება, ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის. ალიანსი საქართველოსთვის და ალიანსი თავისუფლებისთვის. პოლიტიკური კოალიციების საერთო და განსხვავებული სტრატეგია 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ. პირველი თემის შეკითხვებს ზურაბ აბაშიძე და აკაკი ასათიანი უპასუხებენ. სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივა 7 თვიანი პაუზის შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარე ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირ დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. დათვარ და გვინდა კონდეს პირდაპირ დიალოგის პროცესი იმ ხალხთან, ვინც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სანამდე რუსული ბაზები იქნება და სანამდე რუსეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა მათ ექნებათ, ისინი მათ არავითარი мотиваცია და სურვილი არ ექნებათ წამოვიდნენ ამ დიალოგს. არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი და როგორ აპირებს ხელისუფლება დეკლარირებული ინიციატივის რეალურად განხორციელებას. რამდენიმე წუთში შოთა მალაშხია პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, შოთა მალაშხია ჩვენი სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილში იქნება. ახლა წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ალიანსის საქართველოსთვის ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე. საღამოშვიდობის ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. იქნება საქართველოს მასშტაბით შტაბები ალიანსის და იწყებთ სახალხო პლებისცით. როგორ ფიქრობთ, მიიღებთ თუ არა სასურველ შედეგს ამ გამოკითხვის თანახმად? რა თქმა უნდა, სასურველ შედეგს მივიღებთ, ამისი როგჯერა ბუნებრივი, იმიტომ დავიწყეთ ეს პროცესი. მე უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ პრინციპში ეს ნაბიჯი და იქიდან გამომდინარე, როდესაც ალიანსმა შეთავაზა ხელისუფლებას ჩაეტარებინა ქვეყანაში რეფერენდუმი, ბუნებრივი ამაზე, რადგან მივიღეთ ჩვენ უარი, ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი შესაძლებლობებით ჩავატარებთ სახალხო პლებისციტს. იქიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ გადავდგით ეს ნაბიჯი და გვაინტერესებს პირველ რიგში სურს თუ არა დღეს საქართველოს მოქალაქეებს რომ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში. აქ ჩვენი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თქვათ, რაც ხელმოწერებს ამბობდნენ, რომ რაღაც ხელმოწერები უკვე დაწყებულია ქვეყანაში და ასე შემდეგ. აქ ჩვენ გვაქვს პირდაპირ შეკითხვა და ასევე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ თუ არა, იქ არის ბუნებრივია კი ან არა პასუხი. ასე რომ ჩვენ იმათ ასაც გავითვალისწინებთ, ბუნებრივია, ვისაც არ სურს ეს. რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ. თქვენ რა საფუძველი გაქვთ იმისა, რომ დავუშვათ მოსახლეობისგან ამ გამოკითხვაზე მიიღებთ დადებით პასუხს? საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ხედავთ და გვძნობთ ყოველდღიურად იმ ხალხს, რომელსაც ხვდებით, ბუნებრივია, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა მოქალაქეებთან, მათ განწყობებს რადგანაც ვისმენთ, აქედან გამომდინარე. ანუ მათ სურთ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმ ადამიანებს, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ის ხალხი, ვისთანაც მოდის და თავის პოზიციას აფიქსირებს, ეს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებიდანაც ბუნებრივია განწყობა ძალიან დიდია ქვეყანაში. თავარია რომ ეს ნება დაფიქსირდეს პირველ რიგში და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რა გზებს განიხილავს ალიანსი? უარყოფითი შემთხვევაში ალიანსი განიხილავს იმას, რომ თუ ხალხს არ სურს ეს ბუნებრივია, ეს არ მოხდება.
ამაზე პასუხი ძალიან მარტივი. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ დაიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას უკვე კონსტიტუციურ ვადებში. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ეს პლებისციტი ბუნებრივია არ არის სავალდებულო ხასიათის მოგეხსენებათ. ეს პირველ რიგში არის. თავისთავად არ არის პლებისციტი. თავისთავად არ არის. ხელისუფლებასაც რო ჩაეტარები ბუნებრივი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა პლებისციტის შედეგები ხელისუფლებისთვის იყო სავალდებულო თავისი ფორმით, რადგან მორალურ პასუხისგებლობას გულისხმობს პირველ რიგში და რადგან ამაზე თვითონ თქვა უარი, აქედან გამომდინარე ჩვენი ძალებით, რადგან ვაპირებთ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ მორალურად ეს პასუხისგებლობა უნდა იყოს ხელისუფლებას. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პასუხისგებლობას აიღებს ხელისუფლება და გაითვალისწინებს იმ შედეგს, თუ ეს პლებისციტი დასრულდა თქვენთვის სასურველი შედეგით? ჩვენ ფიქრობთ, რომ გაითვალისწინებს, ვინაიდან აუცილებელია, რომ გაითვალისწინოს პირველ რიგში, იმიტომ რომ გაძლევთ ამის საფუძველს თუნდაც ის განცხადებები, ის პოზიცია, რაც ხელისუფლებას აქამდე დღემდე უჭირავს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის მიმართ. ნუ ეს ბუნებრივია ხელისუფლებასთან ჩვენ ჯერჯერობით არანაირი დიალოგი არ ქონია ამ საკითხთან დაკავშირებით და გუშინ განცხადდა რომ ჩვენ გარკვეულწილად მზათა ვარ დიალოგის ხოლმე ტრანზიციის საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ეს გულისხმობს პირველ რიგში იმას რომ თუ ჩვენ მივიღებთ შესაბამის შედეგს ამ ორი კვირის განმავლობაში, ითქვა რომ 31 მარტს განცხადდება პირველადი შედეგები ამ პლებისციტისა და ეს ბუნებრივი არ დამთავრდება 31-ში. ამას მოყვება გარკვეულად გაგრძელება კიდევ. ბუნებრივია იქამდე სანამდე ხელისუფლება არ გაიგებს და არ შეიცნობს ხალხის ნებას, ბუნებრივია მანამდე გაგრძელდება. რატომ 31 მარტი? რამდენად გეყოფათ ეს დრო, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროთ გამოკითხვა და მიიღოთ რეალურად ის სურათი, რა სურათიც არის ქვეყანა, რა განწყობაც არის ქვეყანაში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი კვირა საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ადამიანებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ორ კვირაში ვასრულებთ მთლიანად ამ პროცესს, ეგ უნდა შემდგომში კიდევ გაგრძელდება ეს არის. ბატონ ზურაბ, თავდაპირველად უკაცრავად ადრიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას რომ დანიშნულიყო რეფერენდუმის შემდეგ უკვე მზადება და განხორციელება სახალხო პლებისციტისა. პლებისციტის დასრულების შემდეგ უკვე რა გეგმები აქვს ალიანსს? პლებისციტის დასრულების შემდეგ ალიანსის გეგმები პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მუშაობთ არა მარტო ამ პლებისციტის საკითხებზე, არამედ ამავდროულად შტაბები იმოქმედებენ კონკრეტული მიზნისთვის, ეს იქნება მონიტორინგის განხორციელება სახელისუფლებო რგოლებზე ადგილებზე, ვინაიდან მათი მხრიდან დაცული იყოს კანონი, რომ არ გასცდეს მათი მოქმედებები კანონის ფარგლებს, ასევე ჩვენ კიდევ მოგეხსენებათ შეიქმნა ბანკის მოვალეთა კომიტეტები, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით, ბუნებრივია იმ ხალხს, ვისაც ჰქონდა დაღებული სამომხმარებლო სესხები და ბანკების ინიციატივა, თავად საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოპულიზმად და პოპულისტურ იდეებად ჩაგითვალეს ალიანსს. ახლა პოპულიზმის საკითხს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ კუთხით ვერავინ ვერ ჯობნის ჯერჯერობით პოპულიზმის კუთხით, ასე რომ ჩვენ რეალურად ვამბობთ და გვინდა რომ ეს პოზიცია დაფიქსირებულია, გეტყვით რომ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები მოდიან, აფიქსირებენ, წევრიანდებიან ამ კუთხით და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რომ ამ საკითხებს გადავწყვიტავთ. ბატონ ზურაბ, პლებისციტის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანუ 31 მარტის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში არის 9 აპრილი, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ემზადება საპროტესტო აქციისათვის. სად იქნებით თქვენ 9 აპრილს? არის თუ არა ჩამოყალიბებული, აქვს თუ არა ალიანს პოზიცია ამ საკითხზე? ჩვენ ალიანსმა და მისმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვემიჯნებით 9 აპრილს. ჩვენთვის 9 აპრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ეს დღე კიდევ იქნება გამოხატულება ხალხის ნების იმ პოზიციის, რომელიც შემდგომში კიდევ სხვადასხვა ფორმებით გაგრძელდება ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ბატონ ზურაბ, პრიორიტეტი, როგორც თქვენ არაერთხელ განმარტეთ და ახლაც ახსენეთ, არის ხელისუფლება შეიცვალოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მაშინ რითი ხსნით თანამშრომლობას ან თანამშრომლობის სურვილს იმ ძალებთან, იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული რადიკალიზმით? სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის პირველადი მიზანი ჩვენი არის, რომ დღეს ხელისუფლება შეიცვალოს, ბუნებრივად ტაქტიკაში გარკვეულად სხვაობები არსებობს, მაგრამ იმას, რასაც ქვია ერთად დგომა ერთობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და
ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნილება ამ კუთხით, რომ გაერთიანდეს ოპოზიციური ძალები და ერთად დადგეს, ამ კუთხით ჩვენ ვფიქრობთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყანაში კონსტიტუციური მშვიდობიანი ცვლილებები ქვია, მე მგონი ერთად უნდა ვიდგეთ და ვდგავართ კიდევაც. მშვიდობიანი ცვლილებები გასაგებია, მაგრამ თუ დავუშვათ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილებები და ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა მოითხოვა თქვენგანაც, თქვენი ალიანსისგან. ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია? რა იგულისხმება, იქნება რას გულისხმობთ? დავუშვათ პიკეტირება სამთავრობო შენობების ან შეჭრა სახელმწიფო დაწესებულებებში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ალიანსი ყველანაირად გამორიცხავს გავს ღონისძიებების ჩატარებას და ჩვენი მხრიდან მსგავსი მოწოდებები პრაქტიკულად არ არსებობს არავისთვის და არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ დღეებში ჩვენ და მომავალ კვირებში არავის არ მოუწოდეთ რა გვარ შეჭრა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვამბობთ, რომ ჩვენი აქციები იქნება მშვიდობიანი, განსაკუთრებულ დისციპლინით გამორჩეული და ეს არ გაცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მაგრამ ხედავთ თუ არა თქვენ საფრთხეებს, რომ შესაძლოა აქციების დროს მოხდეს რაიმე პროვოკაცია? ამ ვერსიების განხილვა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციურ წრეებშიც. საფრთხე ბუნებრივია არსებობს, არ არის გამორიცხული ამას რა თქმა უნდა ვერავარიდეთ თავს რა არ თქვათ რომ საფრთხე არსებობს, პროვოკაციები მოსალოდნელია, არ არის გამორიცხული ხელისუფლების მხრიდანაც, რომ იყოს გარკვეულად პროვოკაციები. ასე რომ ჩვენ უფრო მეტად გვეშინია, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას პირველ რიგში თავის თავს არ მისცეს იმის უფლება, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზეც საუბრობს ხელისუფლება და დესტაბილიზაციაზე. ნუ ეხლა ეს საკითხები ბუნებრივია, ალბათ ისევ ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ და ძალიან საინტერესოა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების ქვეშ რას გულისხმობენ და რომელ საქართველოში რომელ პოლიტიკურ ძალებს მასთან კავშირშია ძალიან ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ამ კონტექსტში და საფრთხების კონტექსტში საუბრობენ ძალიან ბევრი ისეთი პირის გააქტიურებაზეც, რომელთა სახელი პირდაპირ უკავშირდება 90-იანი წლების დასაწყის და სამოქალაქო ომს. მაგალითად, თენგიზ კიტოვანი, რომელიც ცოტა ხნის წინაც გამოჩნდა პირდაპირ ეთერში და მან განაცხადა, რომ ის ჩამოვა აქციების დაწყების დროს საქართველოში და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა სწორედ თქვენს ალიანსთან და სწორედ ამის შემდეგ, როდესაც დღეს გქონდა თქვენ შეკრება, აქვე იყო თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი, რომელიც მართალია განმარტეს შემდეგში, რომ ის არის რესპუბლიკელების წევრი უკვე წელიწადზე მეტია. თქვენ თავად როგორ უყურებთ თენგიზ კიტოვანის ამ ინიციატივას? ჩვენ თავად თენგიზ კიტოვანის ინიციატივას თავისთავად აღინიშნა, რომ ჩვენ არანაირი კავშირი მასთან არ აგვაქვს. ანუ მოულოდნელი იყო თქვენთვის. ბუნებრივია ეს მოულოდნელია, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ აგვაქვს და არც სურვილი გვაქვს, რომ მაშინ რას უკავშირებთ მის ამ განცხადებას? მის ამ განცხადებას უკავშირებთ, რომ გარკვეული ძალები, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ სახელმწიფო ძალები, ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი პოლიტიკური ძალის. ანუ ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს. ბატონ ზურაბ, კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, ალიანსი ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება შექმნას. ეს ის დაპირებაა, რომელიც ხალხს ძალიან ხშირად მოусმენია არჩევნების წინ და მათ შორის მოусმენია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი ძალებისგანაც. რატომ უნდა გაუჩნდეს ნდობა მოსახლეობას, როდესაც ამ დაპირებას ისმენს კიდევ ერთხელ იმ ლიდერისგან, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაემიჯნა სახელისუფლებო გუნდს? ბუნებრივია ეს პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შესაჯაროდ აფიქსირები მოსაზრებებს და ის დაპირებები, რომელიც ითქმება ბუნებრივია იმის ვალდებულებასაც უნდა გრძნობდე და იღებდე, რომ შემდგომ ამას შეასრულებდე. ახლა ჩვენ რატო უნდა დაიჯეროს ეს ბუნებრივია ხალხს უნდა ვკითხოთ პირველ რიგში და ჩვენ ვამბობთ და ვართ იმისკენ მიმართული პირველ რიგში, რომ პირველ რიგში მე მესმის, რომ ხალხის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება რომ შეიძლება მაშინ რა მოხდება, ჩვენ ვამბობთ, რომ მოხდება ის, რომ დღეს ჩვენ თავაზობთ ჩვენ თავს ხალხს და ბუნებრივია ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელიც შეძლებს ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანის გზები აჩვენოს და თქვენ ამის გარანტიად თქვენ პოლიტიკურ ფიგურებს თავაზობთ თუ ეს არის საუბარი სისტემურ ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ვამბობთ და დღესაც ვამბობთ, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს მართვის ფილოსოფია ქვეყანაში, სისტემურ ცვლილებებს რაც შეეხება პრაქტიკულად ჩვენ უკვე ვართ იმ სტადიაში, რომ შეიქმნა საპროგრამო ჯგუფები, რომელიც ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარების საკითხებზე მუშაობენ და ეს უმოკლეს პერიოდში იქნება საზოგადოების ცნობილი, თუ რა არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები და როგორ წარმოგვიდგენია მომავალი ჩვენი ქვეყანა. ბატონ ზურაბ, თქვენ ხართ იმ ალიანსის წევრი, რომლის ლიდერიც თავის დროზე იყო საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში და მან თავადაც ჩაიტანა სამშვიდობო გეგმა საგზაო რუკა სოხუმში. დღეს, როდესაც ალიანსის ლიდერები სხვა პოლიტიკური
ოპოზიციური ძალებიც ხელისუფლებაც ხაზს უსვამს სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის აუცილებლობას. თქვენ ალიანსი, რომელსაც ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რა გზას ხედავთ ამ მიმართულებით და არსებობს თუ არა ამის რესურსი? ამის რესურსი ეს თავის დროზე არაერთხელ ითქვა, რომ ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანი იყო პირველ რიგში ამბობდა იმას, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი. დღეს საერთაშორის ცოტა არ იყოს გასაკვირი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ იმას, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი იმ ხალხთან. მართლა ეს ტელევიზიით არ უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, ეს აქამდე უნდა მომხდარიყო და ბუნებრივია თვითონ ეს სამშვიდობო გეგმა, რომელიც არსებობდა, ბუნებრივია დღესაც არის, ეხლა არ არის ალბათ საჯარო განხილვის საგანი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია ეს განხორციელდეს და მე ვერ ხედავ იმის რესურსს, დღეს ხელისუფლებას გააჩნდეს ამ ხელისუფლებას არა. ამ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკურ ძალებს? სხვა პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციაში პოლიტიკურ ძალებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას გააჩნია ამის. თქვენ პოლიტიკურ ძალას გამომდინარე თქვენი პროგრამიდან თუ თავად ირაკლი ალასანიას პიროვნებიდან? თავად ირაკლი ალასანიას და პროგრამას ერთდროულად. ბატონ ზურაბ, და კიდევ ერთი კითხვა, როცა ვსაუბრობ დიალოგზე სეპარატისტულ რეჟიმებთან, რამდენად არის რესურსი დღეს ოპოზიციამ, რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციამ, რომელიც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, დიალოგი აწარმოოს ხელისუფლებასთან. თქვენ ახსენეთ კიდეც საუბრის დასაწყისში, რომ თქვენ საუბარი არ ქონიათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, არ ქონია ჩვენ საუბარი, ბუნებრივია საუბარი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურად დაიწყებს ფიქს იმაზე, რომ დაიწყებს ზადებას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბუნებრივია აქედან გამომდინარე შესაძლებელია ხელისუფლებასთან დიალოგი. ასე ხომ არ შედიან მხარეები ჩიხში, ხელისუფლება ამბობს, რომ გვესაუბროს, ჩვენ მზად ვართ ვესაუბროს ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ოპოზიცია კი კატეგორიულად ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. ასეთ ვითარებაში რამდენად მოსახერხებელია კომპრომისი და დიალოგი? კომპრომისი და დიალოგი მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაინახავს ხალხის ნებას, თავისთავად დაინახავს იმას, რომ მათ დღევანდელ დღეს საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეების უმეტესობას არ სურს ეს ხელისუფლება, ბუნებრივია ხელისუფლებას მოუწევს ამაზე წასვლა და ცვლილებებზე ფიქრი. ეს არის გარდოვალი, მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ალიანსის საქართველოსთვის წევრი ზურაბ აბაშიძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა. ხელისუფლება აფხაზურ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკების დაწყების მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა თბილისმა პასუხი დღეს არა სოხუმიდან და ცხინვალიდან, არამედ მოსკოვიდან მიიღო. რუსეთის საქართველოსთან დიალოგის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფას არ აპირებს. პირველ თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. საღამოშვიდობის ბატონო შოთა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება სოხუმთან და ცხინვალთან თბილის დიალოგის სურს, მაგრამ არ არსებობს საამისო პირობები. რამ განაპირობა ამ ინიციატივის გახმოვანება დღეს? დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მათ ნახეს, რას ნიშნავს აღიარება, ეს არის რუსული ბაზები, ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია, ეს არის რუსული პოლიტიკა და ეს არანაირ დამოუკიდებლობასთან თუ ასეთი სუბიექტები, პოლიტიკურ სუბიექტებს გულისხმობ ორივე რეგიონში მაინც არსებობდა, ეს მათ ნახეს რეალურად რას ნიშნავს. ამიტომ ქართული ხელისუფლებიდან კიდე გაისმა მოწოდება მათ მიმართ და ასეთი მოწოდება არ არის პირველი, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ეს დიალოგი აუცილებელია, ჩვენ გვინდოდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, პირდაპირი დიალოგი ცხინვალის რეჟიმთან. იყო ადრე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე და ეს კიდე ერთხელ გავიმეორეთ. იქნებ დღეს მაინც მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური ძალები ან პიროვნებები, რომლებიც რეალურად შეაფასებენ სიტუაციას, საით მიდის აფხაზი ეთნოსი, საით მიდის ოსები, ეს პრაქტიკულად მათი ასიმილაციის, გადაშენების გზის გაუყენა ამ ხელისუფლებამ და თუ ეს ყველაფერი გააზრებული იქნება, ასეთ შემთხვევაში ამ სუბიექტებთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან, ამ პიროვნებებთან
დიალოგი დაიწყება. ბატონო, კონფლიქტების დიალოგის გზით მოგვარების აუცილებლობას ალტერნატივა მანამდეც არ ქონია, ამაში დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ყოველთვის ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ გსურს მოვაგვაროთ ეს კონფლიქტები აუცილებლად დიალოგისა და მშვიდობიანი გზით. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილია ფაქტობრივად ახალი რეალობა და რუსეთმა ოფიციალურად გადადგა ნაბიჯი ამ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ. ასეთ ვითარებაში, ამ ვითარების გათვალისწინებით, ამ სურათის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ დიალოგი და რას თავაზობს მათ ქართული მხარე? ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ იცოდეს აფხაზებმა რეალურად როგორ ვაპირებთ მათთან ურთიერთობის დალაგებას, ასევე ცხინვალის მაცხოვრებელმა ოსებმა, თუმცა როგორც ცხინვალის გარეთ ცხოვრობს 70% ოსების, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ასევე აფხაზებთან ჩვენ გვაქვს რეალური რესურსი, ეს არის შერეული ქორწინება 40%-ის ფარგლებში, ეს არის 30% იმ ადამიანებისა, რომლებიც საომარ მოქმედებებში საერთოდ არ ღებულობდნენ მონაწილეობას და რეალურად იცოდნენ ამას რა მოყვებოდა, მაგრამ ეს არ არის ძირითადი ფაქტორი. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მუშაობდით ორი მიმართულებით, ეს იყო საერთაშორისო სასამართლოები, სადაც ჩვენ გვინდოდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება და საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც გვინდოდა დაგვეფიქსირებინა რა ხდებოდა და რა მიიყვანა საქართველოში კონფლიქტები ამ სიტუაციამდე. ამ ეტაპზე მოხერხდა ის, რომ ჩვენ დასავლეთი და სხვა სახელმწიფოები არ გვეუბნებიან, რომ ეს არის ქართულ-ოსური, ეს არის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. აქ რეალობა არის ის, რომ რუსეთმა მოახდინა ამ ტერიტორიების ღია ანექსია, აგრესია, დანაშაული სახეზეა, ამიტომ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ საკმაოდ სერიოზული პერსპექტივები გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციები რუსებს მოუწოდებენ უკან წაიღოს თავისი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის ცნობა და მსოფლიო საერთაშორისო კრიზისი. როდესაც რუსეთმა აგვისტოში დაიწყო საქართველოს ტერიტორიის ანექსია, ის თავის ნავთობს ყიდიდა $150, უпростоრად 47-დან სიზუსტეს მოითხოვს ჩვენი ყოველი ნათქვამი, დღეს ნავთობის ფასი მერყეობს 45-დან $48 ფარგლებში. ამ დიალოგის დასაწყებად, იმისთვის რომ ეს დიალოგი დაიწყოს, ყინული დაიძრას და შემდგომში ეს დიალოგი იქნას შედეგზე ორიენტირებული, მხოლოდ რუსეთის ფაქტორის გამორიცხვა იქნება ამისთვის საკმარისი. ცალსახად რუსეთის ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში ჩვენ არა გვაქვს პრობლემა არც აფხაზებთან, არც ოსებთან, ისედაც რეალობას უნდა შეხედოს ამ ორივე ეთნოსმა თვალში და ნახოს რეალურად, რომ ჩვენ 91 წელს, როდესაც საქართველო იყო დამოუკიდებელი, უფრო ადრე 18-21 წლებში, 91 წელი რო განვიხილოთ, მაშინ 17% აფხაზ, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის პარლამენტში ჰქონდა 28 ადგილი და 44% ქართველს, რომელიც ცხოვრობდა ამავე ტერიტორიაზე, ჰქონდა 26 ადგილი. ჩვენ უფრო შორს წავედით, გახსოვთ, იყო პრეზიდენტის შეთავაზება, ვიცე-პრეზიდენტის ვეტო აფხაზურ საკითხებზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონა ჯერ გალში, შემდეგ ოჩამჩირეში და ასე შემდეგ, საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში ადგილები ვერ მომიძებნის ვერავინ გულისხმობ დასავლურ ექსპორტებსაც, რომ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში ასე მცირე ეთნოს კი არა, რეგიონალურ ეთნოს კონდეს ამხელა შეთავაზება. ეს პროექტი მოწონებული იყო საერთაშორისო დონეზე, ასევე მეორე პროექტი ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მოწონებული იყო EUTOS დონეზე. ჩვენ ამ პროცესს მშვიდობიანად ვახორციელებდით და რუსეთმა სწორედ კარგად იცოდა მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციაში ჩვენ ჩავაწერინეთ 2007 წლის შემოდგომაზე, რომ ყველა დევნილი უნდა დაბრუნებულიყო და მათი ქონება დაცული ყოფილიყო. 2008 წლის აპრილში ჩავაწერინეთ უკვე სესიაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა და პან გიმონს დაავალეს, რომ სექტემბრამდე მას გაეწერა გეგმა, როგორ მოხდებოდა დევნილების დაბრუნება. რუსეთს ჰქონდა ვადა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით განეხორციელებინა ეს აგრესია და მანვე აგრესია განახორციელა. მუშაობა იყო ეფექტიანი და შედეგიანი ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტურ რეგიონში. ჩვენ შეგვეძლო თავის დროზე რო ყოფილიყო ასე თანმიმდევრული პოლიტიკა განხორციელებული და ამისთვის ჩვენ ბევრი დრო დაგვჭირდა. ბოლო რეზოლუციაშიც, რომელიც გაერომ მიიღო 2008 წელს, DST-ს ჯარი, რომელიც ღიად იარაღი შექონდა ამ ტერიტორიაზე, თვითოღებულობდა ეთნოწმენდაში რუსულ კომპონენტს ლაპარაკობდა, არ იყო ეს DST-ს ეგიდით მდგარი ჯარი კი იყო, მაგრამ იყო სუფთა რუსული
ისევ მოიხსენიებოდა როგორც ნეიტრალური, როგორც მშვიდობის მყოფელი, მე გეუბნებით 2008 წლის მარტის ბოლო რეზოლუციას. ამიტომ და ჩვენი მიდგომები, როდესაც იყო აქ მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნიდით ინფორმაციას ყველა სამინისტროდან, მათ შორის ჩვენი უწყებიდანაც, მათგან ზოგჯერ მოდიოდა პასუხი, რომ ჩვენ ვამეტებთ აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას, აქ არანაირი საომარი მოქმედებები არ იგეგმება და ჩვენ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს მთელი მსოფლიო მოწადინებულია რეალურად გადაწყვიტოს ეს პრობლემა, ეს არ არის უკვე მარტო საქართველოს პრობლემა და მისი ტერიტორიული მთლიანობის, ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიოსთვის აქ არის ღირებულებითი სისტემის დაცვა და ამის უკანწაღებას მსოფლიო არ აპირებს. ბატონ შოთა, რუსეთის ფაქტორის გამორიცხვაზე როცა ვსაუბრობთ, რუსეთის ფაქტორის გამორიცხვა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების უკანწაღებას ნიშნავს? ეს ნიშნავს ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ამ კონფლიქტურ რეგიონთან მოქმედებს ამ ეტაპზე, ანუ ის ცუდი მემკვიდრეობა, რაც ჩვენ დაგვხვდა და იმის გამოსწორებაზე მუშაობთ, ეს პრაქტიკულად უკვე აღმოფხრილია. ეს არის სარკოზი, მედვედევ, სააკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი. აქ საუბარია, რომ პირველ დონეზე ისინი უნდა დაუბრუნდნენ აგვისტოს მდგომარეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ყავდეთ შეიარაღებული ფორმირება არც ცხინვალის რეგიონში რუსებს და არც აფხაზეთში, რადგან აფხაზეთში ისინი იყვნენ ესეთი და ეს ფორმატი უკვე გაუქმებულია და ასეთ შემთხვევაში უკვე გაეროსაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ უახლოესი 4 თვის განმავლობაში იგივე გადაწყვეტილება აქვს ევროკავშირს მიღებული, იგივე EUTO-ს ფორმატის ცვლილებაზე დაიწყოს საუბარი. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დასავლეთს, რასაც ვაკეთებთ და შევთავაზოთ, რომ აფხაზებმა ან ოსებმა გადაიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, რას ფიქრობენ, მათი სტატუსი, მათი თვითმყოფადობა რა დონეზე იქნება შენარჩუნებული და ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს შევასრულებთ, ამის პრობლემა არ იქნება, ოღონდ ეს უნდა იყოს გონიერების ფარგლებში. მოსკოვიდან დღეს უკვე გასცეს თბილისის ინიციატივას პასუხი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა უკვე აღიარა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებთან და თუ თბილისს მათთან საუბარი სურს, უნდა ესაუბროს როგორც თანასწორ უფლებიან სახელმწიფოებს. აი სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ პასუხი ჯერ იყო მოსკოვიდან, ცხადია ამას ადეკვატურად შემდეგ გაგრძელებები მისი სეპარატისტული რეჟიმებიდან მოყვება იყო შამბას განცხადება, ალბათ კოკოითიც გააკეთებს განცხადებას, სწორედ ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ეს რეჟიმები არანაირ გადაწყვეტილებას თავიანთ მოსახლეობასთან დაკავშირებით არ ღებულობენ. ერთ შემთხვევაში ეს არის კრიმინალური სტრუქტურები, მეორეც დაახლოებით ესეთი სტრუქტურებია. მე არაერთ გზის ყოფილ ვარ თვითონ აფხაზებთან უშუალოდ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღია, როდესაც ტარდებოდა არასამთავრობოების ეგიდით და მე შემიძლია ცალსახად გითხრათ. ეს აფხაზები პირდაპირ საუბრის დროს ერთს ამბობდნენ და ის იყო სავსებით მისაღები და განსახორციელებელი ჩვენი დიალოგის დროს. მეორეს ამბობდნენ თუ ამას ესწრებოდა საერთაშორისო ორგანიზაციები და აბსოლუტურად მესამეს ამბობდნენ თუ ამ შეკრებაზე იყვნენ რუსები. აი ჩვენ სწორედ ეს გვინდა, რომ იყოს შუამავალი და ეს ფორმატიც მიღწეულია ჟენევის დონეზე, ანუ ამ დონის მეტი დონე პრაქტიკულად საერთაშორისო დონეზე არ არსებობს, ეს არის გაერო, EUTO, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო და კონფლიქტის ორი მონაწილე მხარე, რუსეთი და საქართველო და რუსეთის შემადგენლობაში სეპარატისტული რეჟიმები, რაც რეალობაა. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის დონე, სადაც შეიძლება ამ საკითხების გადაწყვეტა, რადგან ეს არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც მსოფლიომ ცალსახად გასცა აქ მიმდინარე აგრესიას პასუხი. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ევროპა და აზია, კოსოვო და სერბეთი ერთი და იგივე პასუხს იძლეოდა რაიმე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ჩვენ დასასარგებლოდ გადაწყდება. ბატონ შოთა, ამ ინიციატივას მოყვა პასუხი არა მხოლოდ მოსკოვიდან, ამ ინიციატივის კრიტიკა გაისმა დღეს თბილისშიც, ოპოზიციამ დაადანაშაულა ხელისუფლება, რომ ეს ინიციატივა და ასეთი შეთავაზება არის ძალიან დაგვიანებული, იმიტომ რომ სურათი არის რეალურად ძალიან შეცვლილი. კრიტიკა ძალიან ადვილია, მე არაერთ გზის მithქვამს ოპონენტებისთვის, პოლიტიკური ძალებისთვის და ეხლაც ვეუბნები თქვენი ეთერიდან, ნებისმიერმა სტრუქტურამ, ნებისმიერმა პარტიულმა ორგანიზაციამ,
მოიტანოს რაიმე მსგავსი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან უფრო უკეთესი, ან რაიმე კონკრეტული წინადადება, ეს არის თუ მარტო თქვენი ეთერიდან გაკეთებული განცხადება, რადიოში, ტელევიზიაში ყოველთვის ამას ვსაუბრობ და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენი კომისიის ხდომაზე და შემდეგ მივცემთ ცვლილებას, მაგრამ ამდაგვარი წინადადებები არ არსებობს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა საერთაშორისო დონეზე, ყველა სასამართლოს მიმართულებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს არის გაკეთებული და ყველამ კარგად იცის, რომ ეს დონე რაც ახლა იქნა მიღწეული, რომ მთელი მსოფლიო რაც მაგრამ რა გაკეთდა იმისთვის, რომ უშუალოდ დიალოგი ყოფილიყო გულწრფელი და ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული, აი ამ განვლილი წლების გათვალისწინებით ახსენებს ოპოზიცია ძალიან ხშირად ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებამ უხეში რიტორიკით ააგო ეს კედელი მოსკოვსა და თბილისს შორის და კორუფციის ბრალდებით, კორუფციასთან ბრძოლას ერგნეთის ბაზრობის საშუალებით ემსხვერპლა ქართულ ოსური ურთიერთობაც. აი ესეც არაკომპეტენტურობის ბრალია, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე უკონტროლო შავ ეკონომიკურ ხრელს, რომლის მეშვეობითაც რუსეთს პრაქტიკულად შეეძლო დაენგრია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, შეეძლო დაენგრია საქართველოს ეკონომიკა. ამ თვალსაზრისით ცხადია, რომ იქ წვრილმანი ასე ამდაგვარი პროცესები შემდეგაც მიმდინარეობდა, მისგან თავზღვებული არავინ არ არის, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაუშვებდა, რომ რუსული ეკონომიკური ექსპანსია ამ შავი ხრელის მეშვეობით განხორციელებული იყო და თავიდან უკვე, როდესაც ამას ამბობს ექსპერტი, რომ შეიძლება ცუდ ურთიერთობაზე, კრიმინალურ ურთიერთობაზე ავაგოთ სახელმწიფო პოლიტიკა და შემდეგ ეს ავიყანოთ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, ყველაზე რბილად რო ვთქვათ, ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტა ამ პრობლემების. ამ დონეზე ეს საკითხები არ წყდება, მე კარგად მახსოვს, ეს არის რაღაც ჯაბას თეორიებიდან, ისიც ამბობდა ეს ოსური პრობლემა რაღაც კაბას და შარვალს უკავშირდება და ამიტომ ხდება ეს პროცესები, ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ეს არის გეოპოლიტიკური პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში. ყველამ კარგად იცი, ერთ სტატიას გაგახსენებთ, ეხლა როდესაც ნაბუკოს საკითხი პრაქტიკულად აპრილში ალბათ გადაწყდება და მაისში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, თუმცა აქვე საინტერესო უნდა ვთქვათ, რომ ირანმა განაცხადა, რომ შეიძლება მანაც მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, მაშინვე გაჩნდა დუგინის სტატია, ეს ის დუგინია, რომელიც ცხინვალში პიონერთა ბანაკებს ბრწყალებში ამზადებდა. თქვა ესეთი განცხადება, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კონფლიქტი ამას მოყდეს ან აზერბაიჯანში, ან საქართველოს ტერიტორიაზე. მათ ეშინიათ საქართველოს ამდაგვარი განვითარების, რადგან ეს მოდელი გადამდები იქნება უკვე რუსეთისთვის და მით უმეტეს დღეს, როცა მას აქვს სერიოზული პრობლემები. ინფლაცია არის 30%, ბიუჯეტი გათვლილი აქვს $95 ნავთობზე და ფასი არის $45, გაზის საკითხებთან დაკავშირებით აქვს სერიოზული პრობლემები და იმან რომ დაუბრუნდეთ ისევ აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკური პრობლემებიდან აღიარებთ თუ არა რომ ამ პროცესში როდესაც იყო წლების წინ დიალოგის მცდელობა მაშინ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულნი თბილისში ამ პროცესში დაუშვა თუ არა შეცდომები საქართველოს ხელისუფლებამ ესე იგი ეს ორივე დოკუმენტი ერთი დოკუმენტის შექმნაში მეც მიმიწვის მონაწილეობა, რაც შეეხება მეორეს აფხაზური მხრიდან, ეს იყო ჩამოტანილი დოკუმენტი, სადაც იყო პრაქტიკულად საუბარი იმაზე, ჩვენი მეშვეობით როგორ უნდა განეხორციელებინა სეპარატისტულ რეჟიმს დამოუკიდებლობა. ისინი არიან და ეხლაც ცალსახა იმყოფებიან რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ, სხვადასხვა სპეცორგანიზაციების და გააჩნია ცხინვალთან ჩინიც არის დაბალი და აფხაზეთთან ეს ჩინიც შედარებით მაღალია. ამის დამადასტურებელი თქვენ გახსოვთ, როდესაც ეგრეთ წოდებული არჩევნები ჩატარდა საპრეზიდენტო ბაგაფშისა და ხაჯიმბას შორის, ეს მთელი კონსტიტუცია შეიცვალა, უარი თქვეს ციტრუსის გატანაზე, დაკეტეს საზღვრები და სანამ დუეტი არ განახორციელეს ხაჯიმბა ბაგაფშის, მანამდე ეს იყო ყველაფერი გაჩერებული. ამიტომ აქ ამ ტერიტორიაზე სრულ კონტროლს ექვემდებარება, სწორედ ამიტომ იყო ჩვენი გეგმა ერთი მუდმივად აფხაზებისკენ და ოსებისკენ
ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ მზათა ვართ დიალოგისკენ, ეს იყო კონკრეტული შეთავაზებები, ეს არის დოკუმენტი EUTO-ში მოწონებული, ეს არის გაეროზე გატანილი წინადადებები და მეორე ეს იყო ზეწოლა რუსეთზე, რომ აფხაზებს და ოსებს ქონოდათ მეტი თავისუფლების ხარისხი და მიეღოთ გადაწყვეტილებები. არ შეიძლება ცხინვალში, სადაც ოსური სკოლაც იყო, უნივერსიტეტიც იყო, თეატრიც იყო, ითხოვდეს წყალებში დამოუკიდებლობას ან ჩრდილო-ოსეთთან მიერთებას, სადაც არც ოსური სკოლაა, არც უმაღლესი სასწავლებელია და გაცილებით უარესი მდგომარეობაა. დაუშვათ თუ არა შეცდომები ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ. ძალიან მოკლედ ბატონ შოთავა დავასრულოთ. პრაქტიკულად ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია და სწორედ ის იყო, რომ რუსეთს დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა ამ ჩვენი სამართლებრივი ქმედებებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენ ძალით რუსეთს, რომელსაც 1,5 მილიონი არმია ყავს, ვერ მოვერევით, მიიყვანა იქამდე, რომ ის წამოვიდა ღია აგრესიაზე, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მის მდგომარეობას, მაგრამ არის გარკვეული პერიოდი, რასაც სჭირდება მოთმინებით ყოფნა, რომ ამ რეალურმა მდგომარეობამ შედეგები გამოიღოს. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხად დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. განვაგრძობთ გადაცემას 4 ოპოზიციური პარტიის ახალი ერთობა, თავისუფლება, ტრადიციონალისტები, მომავლის პარტია და ქალთა პარტია ალიანს თავისუფლებისთვის ქმნიან. არსებული წყობის სისტემური ცვლილება საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება და თანამშრომლობის მზადყოფნა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ახალი ალიანსის წევრი ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი იქნება, დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ახალი ალიანსის თავისუფლებისთვის ერთ-ერთი წევრი ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი. საღამომშვიდობის ბატონო აკაკი, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამ ალიანსის შექმნის მიზეზებზე, მის მიზნებზე ვისაუბრებდეთ, მე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ იმ ინიციატივაზე, რომელზეც შესახებაც საუბრობდით ჩვენი გადაცემის წინა ბლოკის სტუმართან, დიალოგის აღდგენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა დღეს ოფიციალურმა თბილისმა. დღევანდელი რეალობა ამის შესაძლებლობას ან ამ პერსპექტივაში ამ დიალოგის შესაძლებლობას რამდენად იძლევა? პერსპექტივაში ნამდვილად. განსაკუთრებით აფხაზებთან. შეიძლება არც ისე შორეულ მომავალზე ვილაპარაკოთ. ამჟამად მე მგონია, რომ უფრო პროპაგანდისტული რაღაც ნაბიჯი აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე აფხაზებთან. მე ვფიქრობ, საკმაოდ თუ სერიოზული ლაპარაკი იქნება, მალე შეიძლება ლაპარაკი. თუ ახლა ისევ აი ვიცე-პრეზიდენტი აფხაზი იქნება, ეს არის სრული სისულელე მაგალითად, სიმართლე გითხრათ. მაგრამ თუ სერიოზული ლაპარაკი შეიძლება, აფხაზების ჩემი გამოცდილებით ისეთი ხალხია, რომ შემხედრე ნაბიჯს გადმოდგამდნენ. ეს ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, რომ ახლა ის ვინმეს მაინც ეღიარებინა. კი, ერთმა ქვეყანამ მართალია, მეტი არავინ და ალბათ იმედი მაქვს არც არავინ აღიარებს, მაგრამ ის ერთი ქვეყანა რუსეთია, მეზობელია მათიც ჩვენიც და დიდია ძალიან და რატომღაც ჯერჯერობით მის დამშოშმინებელსაც ვერავის ვერ ხედავ. მაგრამ ხელისუფლება მიჩნევს, რომ მხოლოდ რუსეთის ფაქტორია ამ შემთხვევაში შემოფერხებელი დიალოგის დაწყებისა, ბატონო. მაგას დავეთანხმები, რუსეთის ფაქტორი არის შემოფერხებელი და მხოლოდ რუსეთის. ხო, მაგრამ როდის მე გაახსენდათ, ეგ ამბავი ძალიან საინტერესო. აი მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მაგრამ გადამწყვეტი. და ამ ხელისუფლებას აქვს თუ არა რესურსი ამისა და როგორ და რა გზით შეიძლება ეს დიალოგი? მე მგონი აღარანაირი, მორჩა. ხელისუფლებას ამას ეგ არ შეუძლია და მისი შეცვლის საკითხი აქტუალურია თუნდაც მარტო მაგით. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გზით უნდა წავიდეს ამ მიმართულებით ქვეყანა? როგორ შეიძლება ეს დიალოგი დაიწყოს და თუ არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს ის ძალა, ვისაც აქვს ამის რესურსი? არა, მოიძებნებოდა. იცით რა, მე მოგეტყოდით, რომ თუ საქართველოს შეძლებს აი ახლა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც აი ახლოვდება, იგრძნობა და სამწუხაროდ ცოტა უკონტროლოდ მიდის ჯერჯერობით გამოსვლას ნორმალური ვითარებით და აი ჩვენ თემას უკავშირდება, ხო? აი სისტემური ცვლილება, ასაც განახლების ნიშანი იქნება შიგნით, გარეთ, ყველასად. მათ შორის იგივე რუსეთისთვის, რომელმაც იქნებ ცოტა ხანი თავი შეიკავოს იმ ტიპის განცხადებებისაგან, რასაც აკეთებენ ახლა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, თურმე ქართულ ხალხს დაიცავენ და დიდი მადლობა, მაგრამ არ გვჭირდება ახლა დაცვა, ხო? როგორ მე გავარკვევთ ჩვენ საქმეს თვითონ. მე მაინც ესე მგონია, რომ მომახერხებთ. ჩვენ თვითონ გავარკვევთ ჩვენი საქმე, თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, თუნდაც ოპოზიციის მიმართულებით, ის კაცი დაიჯერებს, რომ მის მიმართულებითაც შეიძლება გადადგას, ხა? შენ თუ შენ ეთნიკურ თვისწორმასთან ჯინზედ გახარ და არ თმობ არაფერს.
შენ ვის დააჯერებ სხვა ეთნოსის ადამიანს, რომ შეიძლება მასთან მონახოს საერთო ენა და კომპრომისებზე წახვიდე. თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს ოპოზიციის მიმართულებით, თქვენ საზოგადოების. ოპოზიცია თუ არის მზად მიიღოს ხელისუფლებისგან დიალოგის შემოთავაზება. აი დიალოგისთვის არავინ არ არის მზად. არც მე და არ მგონია კიდევ გაცილებით რადიკალურადაა განწყობილი საზოგადოების ნაწილიც და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც, თუ მთელი ოპოზიცია არა. დიალოგი რომ მოდი ვილაპარაკოთ, ხალხს დავანახოთ, ლაპარაკია და დამთავრდეს ყველაფერი ერთი კიდევ ტყუილ უბრალო არჩევნებით, არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კრიზისი გამოყენებული უნდა იქნას საზოგადოების და ოპოზიციის მიერ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დაიწყოს სისტემის ცვლილება, სისტემის დემონტაჟი და მასთან ერთად მშვიდობიანად წავიდეს ეს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ეს არის შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების განწყობას, რომ მას არ უნდა ეს ხელისუფლება, მაგრამ ნამდვილად არ უნდა არეულობა და უბედურება. კი ბატონო, რა გზას განიხილავთ თქვენი ალიანსი ამისთვის, ბატონო აკაკი, სისტემური ცვლილების აუცილებლობა თქვენ დღეს პრეზენტაციაზეც ახსენეთ. დიდი დრო არ დაჭირდება ამის მზამზარეული მოდელები არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკას, ახლა დაახლოებით იგივე იქნება ხელახლა რომ აი ზრავა გამოიგონო თქვა თან რადიო ან ტელეფონი არა არსებობს ეს გამოცდილი აპრობირებული მეთოდები მოდელები არსებობს თან პატარა ქვეყნებისა სწორედ არა დიდი ქვეყნებისა არის ავსტრია არის სხვაც აი ირლანდია მაგალითად არის ამ ტიპის სხვადასხვა მეტნაკლებობით ერთნაირი არსებობს ყველა ერთნაირი არ არის არსად რომ ორი თუნდაც ერთნაირი იყოს ის კი არა არსებობს ეს შეიძლება ამის შეჯერება მორგება ჩვენი ვითარებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, თუნდაც გეოგრაფიისთვის, კონკრეტული პირობებისთვის, აი მაგ თვალსაზრისით თქვენ რა ტერიტორიული პრობლემასთან დაკავშირებით. ამას დიდი დრო არ უნდა ბევრი ნამუშევარიც არის ამის თაობაზე, ეს არ ვერ გაცდებოდა ერთ-ორ კვირას, რომ აი ვარიანტი დადებულიყო და თუ ვინმე სამი სურვილი აღმოაჩნდებოდა და მე მგონია რომ პოლიტიკური პროცესის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება და იმედი მაქვს ეს ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს. იმედი მაქვს ხალხს ვუსვამ, იმიტომ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობის გზნობა იმის გამო სადაც მივიდა ახლა ქვეყანა, ხო? და უკვე სალაპარაკოც კი არ არის თუ რამე მიღწევები ქონდა ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოახერხა რომ წაშალა ეს ყველაფერი. თუ მას აღმოაჩნდება პასუხისმგებლობის გზნობა, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტის შეგრძნება და ის, თქვათ, რაღაცა ნაბიჯს მაინც ამ მიმართულებით გადმოდგამს, არ ამგონია ჩვენ მარტო ვიყოთ და სხვაც ბევრი ფიქრობს, რომ 5 წელი რასაც ითმენდა ხალხი, შეიძლება ერთი თვე მაინც მოითმინო თუ საშუალება მშვიდობიანად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. ეს არის აუცილებელი. ბატონო აკაკი, როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, გასაგებია ხელისუფლება მართავს ქვეყანას და მას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციური ძალები ერთმნიშვნელოვნად ითხოვენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ პირობებში რა ალბათ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას. არანაკლები მასალებს ზანდებით, რა თქმა უნდა, ოღონდ უნდა გითხრათ, რომ ოპოზიციას გაცილებით ნაკლები საშუალება აქვს ვითარების გამწვავების ან და კატასტროფამდე მიყვანეს, ვიდრე ხელისუფლებას. ესეც ფაქტია. რა თქმა უნდა, არანაკლები, კი ბატონო, მაგრამ ოპოზიციაში მე არ ვიცი ახლა არავინ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არავის უთქვამს, არავის შეუთანხმებია და არც ვთქვათ, ესე შემიტყვია, რომ ვინმე რაღაც გამწვავებას იმ ტიპის რა თქვენ გულისხმობთ ალბათ შეხლა შემოხლას. ამბავს გეგმავდეს. მე პირადად და ჩემი მეგობრებიც და თანამოაზრეებიც ვისთანაც ესად დიდი ხნის მანძილზე გვიფიქრე რაღაცაზე და ამჟამად აი ესეთი ჩამოყალიბებული სახე მიმეცით, თვლით რომ არის პრობლემა, ვთქვათ, აი რუსეთის ასეთი სახით ეს პრობლემა არ ყოფილა. რომელსაც შეუძლია ისარგებლოს, ვთქვათ, ჩვენი შიდა გარჩევებით. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. და თუ ვინც ამას დაუშვებს, ის იქნება მოღალატე და დამნაშავე ამ ქვეყნის წინაშე. ძალიან მარტივად გასაკეთე. ისევე როგორც იქ გაივლო მიჯნა, ჩვენი ქვეყნის მეგობარი არის ის, ვინც ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის მტერი არის ის, ვინც არ ცნობს ამას. ასეთი სამწუხაროდ ძალიან ცუდია, მაგრამ აღმოჩნდა ეგრე ქვეყანა და ძალიან წუხარდა იმედი მაქვს, რომ ოდესმე გამოსწორდება რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ სადღეისოდ ვითარება ასეთია. ეს ქვეყანა ჩემი ტერიტორიის ნაწილს ცნობს ცალკე ტერიტორიად. ის ვერ შეიძლება მოყარეთ. დადარაჯებულია საბაბს, ვინც მისცემს რუსეთს იმისას, რომ მან კიდე გაბედოს იმის დაგვარი, რაც მოხდა და იქ როგორც ჩანს ეს დასაშვებად მიაჩნიათ, განცხადებები თუ იმიჯელებთ და ის ლაპარაკი რომ ახლა ესე არ არის არ ვიზავთ, მაგრამ მიგვიყვანა იმ აგვისტოს 20-მდე რუსეთთან, ხო? საბავს ვინც მიცემს ძალიან მარტივად გამოჩნდება ვინ არის აქ შულავერის მთავრობას როეძებ. ბატონო, ანუ ხელისუფლების განცხადებები იმაზე რომ შესაძლოა
ამ ვითარებამ შესაძლოა დესტაბილიზაციამ მტრის წისქულზე დაასხას წყალი, ანუ არ არის ეს შიში საფუძველს მოკლებული. არ არის, მაგრამ ნუ დაასხამს რა თვითონ. მოიცა როგორ იქნება ეს აქ თუ ხანძარიანთია. შენ თუ ხელში გიკავია ჭურჭელი წყლით. წყალი დაასხე რა, ნავთს ნუ დაასხამ. ეს უკვე ხელისუფლების ბრალია რა. ეს უკვე ხელისუფლების ბრალია, თუ ცეცხლი ანთია და შენ ამას ხედავ და შეიძლება მოედოს შენ სახლს, თუ წყლიანი ჭურჭელი გიკავია, დაასხე წყალი. ნუ დაასხამ ნავთს. რა შეიძლება იყოს ამ ვითარებაში წყლიანი ჭურჭელი ხელისუფლების მხრიდან? კომპრომისი პოლიტიკური. და შეგუება იმასთან, რომ სულ ცოტა ამ ფორმით ეს ხელისუფლება ვერ დარჩება თავის გამებს. ბატონო აკაკი, საფრთხების კონტექსტში საუბრობენ ასევე იმ პირების გააქტიურებაზე, რომელთა სახელი სამოქალაქო ომის პერიოდს უკავშირდება. თქვენც გააკეთეთ დღეს ამ თემაზე კომენტარი და რამდენიმე დღე ეს თემა გახდა აქტუალური, საუბარია თენგიზ კიტოვაზე, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ის საქართველოში. სერიოზული ამბავი იყოს ეს ამბავი, არ ამგონია კიტოვანი ამას ფიქრობდეს რა. არ ამგონია რა. მაშინ რას უკავშირებთ მის ამ განცხადებებს? პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. დიახ, მე ასე მგონია, დიახ. ბატონო აკაკი, დაუბრუნდით ისევ თქვენს ალიანსს და თქვენს კონკრეტულ გეგმებს, რა პრინციპით მოხდა ამ 4 პოლიტიკური ძალის ერთ ალიანსში გაწევრიანება? ტრადიციონალისტები და ქალთა პარტია შარშან საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყვნენ ერთ ბლოკში, მაგრამ თქვენგან ცალკე იდგნენ მაშინ მაისაშვილის მოძრაობა და გოგო გამსახურდიას თავისუფლება. კონსტანტინე გახდათ გაერთიანებულ ოპოზიციაში, დიახ, გიორგი მონაწილეობდა ცალკე. ეს არჩევნები არ იყო ისეთი მომენტი, როცა იმის აუცილებლობა იდგა. მე ვფიქრობ, ეხლა პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რაზეც ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ, იმდენად მაღალია, სამწუხაროდ არც ისე ბევრს აქვს ეს გაცნობიერებული, ვისაც ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს ერთი, მეორე, ვისაც საერთო შეხედულებები აქვს ამ კრიზისიდან გამოსავლის თაობაზე, იმიტომ რომ ყველა ამბობს ლაპარაკობს კრიზისზე, ხელისუფლება, ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ სულ ცოტა ადამიანებს უნდა უთხრა, კარგი, ეს ამბავი ესეა. აი უბრალოდ გადადექი, ხო? მე არ ვქვილ ეს ახლა აქტუალური თემა. უნდა იყოს გამოსავალი ნათქვამი, ადამიანები უნდა გაერთიანდნენ ამის გარშემო. აი რაღაცა კონკრეტული მოთხოვნის გარშემო, რომელიც არ არის ამოცანა, რომ აი სააკაშვილის ნაცვლად ნებისმიერი სხვა გვარის ან სახელის ან მეტსახელის ადამიანი დაждდეს ახლა პრეზიდენტად. მე არ მიმაჩნია ჩემ ამოცანად ეს, არ მიაჩნია კონსტანტინე გამსახურდიას, არ მიაჩნია გიორგი მაისაშვილს, არ მიაჩნია ქალბატონ გუგული მაღრაძეს და არის საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე ზუსტად თუ არა ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით აზროვნებს, ჩვენ გვაქვს მათთან კონსულტაციები და რაღაც შედეგს ეს უსათოდ გამოიღებს. არის მიმდინარეობს თორე კონსულტაციები იმ ოპოზიციურ ძალებთანაც, რომლებიც ასეთი რადიკალური მოთხოვნებით გამოდიან? რადიკალურიც თუ ამდაგვარი, დიახ, მიმდინარეობს, დიახ, ასეთ კონსულტაციები და ამას დრო უნდა ცხადია და. ან მიუხედავად თქვენი ხედვისა, თქვენ იქნებით 9 აპრილს იმ აქციაზე, რომელსაც გეგმავს ოპოზიცია. ყოველ წელს იქა. მე ვფიქრობ, პროტესტი გამოხატული უნდა იქნეს, თუნდაც იმისათვის, არ მალავს ზემოქმედებისათვის ხელისუფლებაზე. მისი გამოფხიზლებისათვის, რომ ვითარება არ არის ისეთი, რომ აი ეს მადაგასკარი რა. ყველა ელოდა, რომ აი მადაგასკარის პრეზიდენტი ჯარმა გააკეთა განცხადება, რომ უნდა წავიდეს აქამდე მიიყვანა საქმე. მადაგასკარი ვართ? თუ გვინდა ვიყოთ, კი ბატონო, აქამდე მივიდეს საქმე. თუ გვინდა ვიყოთ რა, ვინ გვიშლის რა. თორე და თუ ვიბრალებთ, რომ ევროპა არის კომპრომისების პოლიტიკა, ევროპული, აი ბოლო ისტორია ყოველ შემთხვევაში, აი ომები რო შეწყდა და აი რასაც ვხედავთ ახლა, რომ არ წარმოგვიდგენია, რომ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ, ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან იამოს, ხო წარმოგვიდგენია ხო? ხო, აი ეს არის ევროპა. ეს არის კომპრომისები, შიდა ქვეყნებს შორის, შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის და აი ეს არის ცივილიზებულობა. ანუ თქვენ დაადასტურეთ, რომ თანამშრომლობთ სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც, ანუ ალიანსის ცალკე შეგნით და ცოტათი განსხვავებული ხედვით ეს არ ნიშნავს, რომ ეს 4 ძალა ემიჯნება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ კოორდინირებულები ვიყავით, ვართ და ვიქნებით მათთან, აი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თუ მოხდება და კარგი იქნება, გაფართოვდება თქვა ამ პოზიციაზე მდგომი პარტიების რაოდენობა, ჩვენ ვიცავართ ამ ჭკუაზე ვართ ერთად, თუ მეტი იქნება, რა გვიშლის ხოლმე რომ მათთან კიდევ უფრო აი ფარგლებში საერთო ერთიანი კოორდინირებული ოპოზიციის ვიყოთ ერთად. მით უმეტეს რომ ოპოზიცია ბოლოს რაღაც კონკრეტულ საკითხთან არის დაკავშირებით არის გაერთიანებული და იმ საკითხთან გაერთიანებას არაფერი არ არის. მაგრამ ცალ-ცალკე შექმნილი გაერთიანებები ოპოზიციურ ფლანგზე ბატონო აკაკი, რამდენად ქმნის სურათს, რომ ოპოზიცია არის რეალურად ხელისუფლების კონკურენტი, ხომ არ იქნება შთაბეჭდილება, რომ კონკურენციას ოპოზიციური ძალები თავად უწევენ ერთად? კეთილი, აი 15-20 ერთად თუ 4-5 ძალა ერთად რომელი ჯობია? უფრო ადვილი შესათანხმებელი მაინც იქნება პოზიციები. ჩვენ ასე ვგონია რა.
ძალიან დიდი დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი. პირველი თემა დღესამი დასრულებულია. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.